რუსეთი ისევ თავის ძველ ხრიკებს მიმართავს. ტერიტორიის დაპყრობის შესახებ კალბი განცხადებები იქცევა ისე თითქოს ომს იგებს, მაშინ როცა ყველა ნაბიჯზე მარცხს განიცდის. ყველაფერი გამომჟღავნდება. და კონსტანტინივკაში ეს ხრიკები სრულად გამოვლინდა. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში ეს მნიშვნელოვანი ქალაქი აიღო. შეიძლება მართლა სჯეროდა კიდეც რომ აიღო. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. რუსეთი იძულებული გახდა ომის ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ უკანდახევაზე წასულიყო, რადგან უკრაინამ დააგო გენიალური მახე, რომელიც ინფილტრატორებს ერთი მეორის მიყოლებით ანადგურებს. სამი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფებიც კი შედიან, არც ერთი აღარ გამოდის. და ეს ყველაფერი უკრაინის გენიალურობის დამსახურებაა. დავიწყებთ რუსეთის ცრუ მტკიცებებით. 3 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი განცხადება გააკეთა, რომ მისმა ძალებმა კონსტანტინიუკას ქალაქი აიღეს. თუ ეს სიმართლეა, ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი ამბავი იქნებოდა. დონეცკის ციხესიმაგრის ხაზის ნაწილი, რომელიც რუსეთს უნდა გაანადგუროს, თუ მას დონბასის დაპყრობა სურს, ეს ქალაქი იქნებოდა პლაცდარმი მომავალი შეტევებისთვის უფრო დიდ და გამაგრებულ დასახლებებზე, მაგალითად კრამატორსკსა და სლოვიანსკზე. რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი გერასიმოვმა, როგორც იუწყებიან პუტინს აცნობა, რომ ქალაქი დაეცა და რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს მას. პროპაგანდა ასევე სრული ძალით მუშაობს. CNN იუწყება, რომ რუსეთის განცხადებას თან ახლდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც ყველგან ჩანს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქის ცენტრში და მის გარშემო რუსეთის დროშას აფრიალებენ. ამის გაბათილება რთული ჩანს, არა? მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რუსეთის სიმართლეს ბოლომდე არ ამბობდა. შეიძლება ეგონა, რომ სიმართლეს ამბობდა. რუსეთის სამხედრო სადლობის სტრუქტურა იმდენად არასწორად მუშაობს, რომ პუტინისთვის მხოლოდ კარგი ამბების მიწოდებაა მთავარი. თუნდაც ეს ამბები რეალობას არ ასახავდეს. პუტინი ალბათ ერთ-ერთ თავის ბუნკერში ზის და ფიქრობს, რომ კონსტანტინიუკა მართლაც რუსეთის ხელშია. თუმცა სინამდვილეში რა ხდებოდა, უცნობი იყო იმ რუსი დივერსანტებისთვის, რომლებიც თავიანთი სამალავებიდან გამოძურმენ, რომ დროშებით ვიდეოები გადაეღოთ და ისე უკან დაბრუნებულიყვნენ. იყო ის, რომ უკრაინა ყველაფერს აკვირდებოდა. როგორც კი რუსეთმა თავისი გრანდიოზული განცხადება გააკეთა, უკრაინა მის უარყო და ივლისის განმავლობაში ვნახეთ რატო. რუსეთს არაფერი დაუკავებია. მისი ჯარები სასიკვდილო მახეში შეიტყვეს. პირველი ნიშანი იმისა, რომ მახე ჩაიკეტა, უკრაინის 425 შეტევითი პოლკიდან მოვიდა. სკელიატის სახელით ცნობილი ეს პოლკი 18 ივლისს ტელეგრამზე მკაცრი და სასტიკი შეტყობინება გაავრცელა. მოკლე ვიდეოსთან ერთად, რომელიც მის განცხადებას ამყარებდა, სკელიატმა უბრალოდ თქვა, სკელიატის პოლკის მებრძოლებმა კონსტანტინიუკაში გაწმენდითი ოპერაცია ჩაატარეს და აღმართეს უკრაინის დროშა. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. მარტირი, კონკრეტული და მხოლოდ მინიშნება იმაზე, რაც სინამდვილეში დაემართათ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დონეცკის ქალაქი აიღეს. მას შემდეგ მეტი დეტალი გახდა ცნობილი და უმეტესობის მიხვედრა შეიძლება, როცა გაიგებ, რას აკეთებს სკელიატი. ეს ჩვეულებრივი პოლკი არ არის. სკელიატში უკრაინის ყველაზე ელიტარული სახმელეთო დანაყოფებია შეკრებილი და მათი ამოცანა მარტივია: ძებნა, განადგურება და შემდეგ გადასვლა მონდერნო შემოპარულთა ჯგუფზე. სკელიატი გამწმენდი ძალაა. ისინი არ იკავებენ იმ პოზიციებს, რომელსაც უტევენ. ისინი ანადგურებენ შემოპარულებს და შემდეგ მათ უკან უკრაინული ქვეითი მოდის, რომელიც ხელახლა იკავებს იმ ტერიტორიას, რომელიც სკელიატმა გაწმინდა. ამით ხდება გათავისუფლება. რამდენადაც ელიტურია სკელიატი, პოლკის ყველა ჯარისკაცი არ არის სპეციალური დანიშნულების. სინამდვილეში უმეტესობა არც არის. სკელიარი შედგება ბრძოლის გამოცდილ და კარგად მომზადებულ შეტევით ჯარისკაცებსა და ნიჭიერ ქვეითებს შორის, ნაზავისგან. და ასევე ჯარისკაცებისგან, რომლებიც შედარებით ახალი არიან ბრძოლის ველზე, მაგრამ გამოავლინეს გარკვეული მიდრეკილება იმ შეტევითი სამუშაოს მიმართ, რასაც სკელიარი ასრულებს. აი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. სკელიარის ჯარისკაცები არ გარბიან ბრმად იმ იმედით, რომ რუსი შემოპარული მტრები იპოვონ. ამის ნაცვლად ისინი იყენებენ მიდგომას, რომელიც გავს იმ მეთოდს, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იყენებდა ვიეტნამის ომის დროს. მოძებნე, დააფიქსირე და გაანადგურე. იარაღი განსხვავებულია, მაგრამ კონცეფცია იგივეა. პირველ რიგში სკელიარი ფოულობს. ეს ჩვეულებრივ კეთდება სადაზვერვო დრონების გამოყენებით, რომლებიც ამ შემთხვევაში კონსტანტინიუკაზე გადაფრინდნენ, რათა ეპოვათ ქალაქში დამალული რუსი შემოჭრილების მცირე ჯგუფები. როცა ჯგუფი იპოვება, ისინი ფიქსირდებიან, მაგრამ ეს არ არის უკანონო ფსონები. დაფიქსირება ნიშნავს დრონების გაგზავნას, რათა შეაკავონ შემოჭრილები ადგილზე, ასე რომ ნებისმიერი გაქცევის მცდელობა გარდაუვალი სიკვდილით დასრულდება. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი მაინც ცდილობს გაქცევას. დრონები სწრაფად ანადგურებენ მათ. დანარჩენები ადგილზე რჩებიან, რადგან იციან, რომ კაჭედილები არიან და ვერ გაიქცევიან. სწორედ მაშინ სკელიატი მოქმედებას იწყებს. ზოგჯერ სტრატეგიის დასასრულ ეტაპზე გამოიყენება ძლიერი საბრძოლო მასალა, რათა რუსი ჯარისკაცები იქვე გაანადგურონ, სადაც იმალებიან. სხვა შემთხვევებში სკელიატის ჯარისკაცები ფეხით შედიან დრონების მხარდაჭერით, იმ ჯარისკაცების გასანადგურებლად ან დანებებაზე იძულებისთვის. მაგრამ ყველა შემთხვევაში შედეგი ერთნაირია. პატარა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს როგორც საკმარისად დიდს, რომ ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდეს, ბრძოლიდან გამოეთიშება და უკრაინა შედის, რათა სრულად დაიბრუნოს ტერიტორია, რომელიც რუსეთს თავიდანვე ძლივს ეჭირა. ეს მოგრეთ რო თქვათ არის ბრწყინვალე სათაგური, რომელსაც უკრაინა რუს ჯარისკაცებს მოტყუებით ისევ და ისევ ამოქმედებინებს.
ამ შემზროლებს რეალური არჩევანი არ აქვთ. მათ მეთაურები უბრძანებენ, ჩუმად შეიპარონ კონსტანტინიუკაში, ხშირად ცრუ დაპირებებით, რომ როგორც კი პოზიციებს დაიკავებენ, დახმარება გზაში იქნება. მაგრამ დახმარება არასდროს მოდის. ეს არის იმ სიცრუის არსი, რომელსაც რუსეთი ცდილობს გაკეთოს. ის აცხადებს ქალაქის სრულ კონტროლს, მაშინ როცა სინამდვილეში უბრალოდ მალულად შეხავს მცირე დანაყოფები, რომ დროშებთან ფოტოები გადაიღონ, სანამ ეს ჯარისკაცები დამალვას დაიწყებენ. აი მაშინ ამოქმედება მახე. სკელიათი ჩვეულებრივ თვალს ადევნებს ყველაფერს. როგორც კი რუსი ჯარისკაცები დაიმალებიან, ისინი უკვე მკვდრები არიან. თაგვები, რომლებიც მახეში გაებნენ. და როცა ეს შემფცევი ჯგუფები მხოლოდ 2 ჯარისკაცისგან შედგება, შედეგი გარდაუვალია. რამდენიმე ჯარისკაცი შედის, არც ერთი ცოცხალი აღარ გამოდის. სკელიათის პოლკის მუშაობის, ასევე შეტევის ჯგუფების მხარდამჭერი ქვეითების წყალობით, კონსტანტინიუკაში მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც რუსეთი ამტკიცებს. ქალაქი დაკავებული არ არის. ის არასდროს ყოფილა დაკავებული, მაგრამ ახლა ის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვედრისგან უფრო შორსაა, ვიდრე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილა. 20 ივლისს დაახლოებით 2 კვირიანი კამპანიის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი განაცხადა, რომ კონსტანტინიუკაში მხოლოდ 145 რუსი ჯარისკაცი დარჩა. რუსეთი კვლავ ცდილობს ქალაქში შეჭრას. ყოველდღიურად დაახლოებით 20 შეტევა ხორციელდება კონსტანტინიუკის სექტორზე. მაგრამ ეს არის ქალაქი, რომლის ომამდე მოსახლეობა 67,000 შეადგენდა. მართლა სჯერო ვინმეს, რომ 145 ჯარისკაცი, ან თუნდაც რამდენიმე ასეული, რომელიც რუსეთს შეიძლება ქალაქში ადრე შეეყვანა, შეძლებდა მის კონტროლს. რუსეთს, როგორც ჩანს, სჯერა. მაგრამ ზუსტად ასე, უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ კონტროლი ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ებრძვი პოლკს, რომელმაც სრულ ყოფილა დაითვისა სპეციალური ხაფანგი, რომელიც რუსეთის შერწევის სტრატეგიის წინააღმდეგაა შექმნილი. რაც სინამდვილეში მოხდა კონსტანტინიუკაში, ის იყო, რომ რუსეთმა შეძლო რამდენიმე დივერსანტის შეყვანა ქალაქში და ეს დივერსანტები განადგურებულნი არიან. ამ ეტაპზე თქვენგან ზოგიერთს შეიძლება დაეუფლოს უცნაური დეჟა-ვუს შეგრძნება. თითქოს ეს ისტორია უკვე გსმენიათ. ასეც არის, უბრალოდ წინა ჯერზე ეს კონსტანტინიუკა არ იყო. რუსეთმა თითქმის იგივე ხრიკის ცადა და მისმა ჯარისკაცებმა იგივე მახეში გაებნენ 2025 წლის ბოლოსკენ. მაშინ არ გამოუვიდათ და არც ეხლა მუშაობს. 2025 წლის ნოემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ მას ხელში ჰქონდა ჩაგდებული კუპიანსკის ქალაქი, რომელიც ხარკივის რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია და რკინიგზის კვანძს წარმოადგენს იმ ძალისთვის, ვინც მას აკონტროლებს. ზუსტად ისე როგორც კონსტანტინივკის შემთხვევაში, უკრაინამ სწრაფად უარყო რუსეთის განცხადებები, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად შორს წავიდა, რომ კუპიანსკში ჩავიდა და ფოტოები გადაიღო იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი ტყუილს ამბობდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთს კუპიანსკში ჯარები არ ჰყავდა. ისევ როგორც ახლა ხამნახეთ, კონსტანტინიუკაში ჯარისკაცები შეხტეულნი იყვნენ. დაახლოებით 250 მათგანი, როგორც პრავდა, იტყობინებოდა. ისინი გაანადგურეს იმავე სტრატეგიით, რომელსაც სკელიათის პოლკი იყენებდა. დეკემბრის შუა თვის უკრაინას კუპიანსკის 90% სრულად კონტროლში ჰყავდა. პარალელები უეჭველია. რუსების უკან დახევა უსასრულოდ დამამცირებელი იყო. კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ როდესაც რუსეთი აცხადებს თითქოს რაღაცას მიაღწია, პირველი რეაქცია ყოველთვის უნდობლობა უნდა იყოს. რუსეთს მართლაც სჭირდება კონსტანტინიუკაში გამარჯვება, ზუსტად ისე, როგორც კუპიანსკი სჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ილუზია იყო. კვლავ, კალბი მტკიცება იყო, რომ შეღწევის მცირე დანაყოფებმა დაიპყრეს ტერიტორია, რომლებიც იმდენად მცირე იყვნენ, რომ აღმოჩენის შემდეგ დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ მას. მაგრამ სწორედ აქ არის ნამდვილი პრობლემა რუსეთისთვის. უკრაინის კონსტანტინიუკას მახე ბევრად უფრო მეტ სამხელს რუსეთის წარუმატებლობებზე ამ ქალაქში და მთლიანად დონეცკში, ვიდრე რუსეთს სურს, რომ ეს ცნობილი იყოს. კონსტანტინიუკას ნამდვილი ისტორია არის ნელი წინსვლისა და უზარმაზარი დანაკარგების ამბავი, მხოლოდ იმისთვის, რომ აღებული იყო ყველაზე უმნიშვნელო ქალაქი ციხესიმაგრეების ბისხასში. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ღილაკს. აი რას ცდილობს რუსეთი კონსტანტინიუკაში. გარდა შეღწევისა, რომელიც აშკარად არ გამოუვიდა, რუსეთი ცდილობს ქალაქზე მარწუხების მანევრი განახორციელოს. ამისთვის მან კონსტანტინივკა დრუჟკივკის ტაქტიკურ რაიონში დააგროვა დაახლოებით 11,000 ჯარისკაცი. რუსეთის სტრატეგიაში აქ არაფერი არასწორი. მარწუხების მანევრი ისეთივე ძველია, როგორც ომი. ის ეფუძნება მარტივიდიას, სამიზნის ორ მხრიდან შეტევას. შუაში მოქცეული ჯარისკაცები იძულებულნი არიან ყურადღება გაკვონ. რუსეთის მიზანია კონსტანტინივკას აღება, რომელიც დონეცკის ციხესიმაგრეების სატლის სამხრეთ წვერზე მდებარეობს, რათა შემდეგ შეძლოს ამ სარტყელში დარჩენილი 3 ქალაქის აღებაც. მარწუხების მანევრის გამოყენება თანდათან ზრდის უკრაინისთვის ქალაქის დაცვის ფასს და მოუკიდებელი წყაროები იუწყებიან. რადგან უფრო მეტი ჯარისკაცი უნდა მიეძუნას კონსტანტინივკას, რათა რუსეთს გარღვევის შესაძლებლობა არ მიეცეს. ყველაფერი ლოგიკურია და თუ სწორად განხორციელდა, მარწუხისებური მანევრი საკმარისი იქნებოდა ისეთი ქალაქის დასამხობად, როგორიც კონსტანტინივკა. ალბათ უკვე ხდებით რას ვითქვით შემდეგ. რუსეთის მარწუხისებური მანევრი კარგად არ მიდის. რუსეთი თავისი მარწუხისებური მანევრით რეალურად აღწევს მხოლოდ იმ პროგრესს, რომ საშუალოდ დღეში დაახლოებით 50 მეტრს მიიწევს წინ. არა კილომეტრებს, მეტრებს. თქვენ ალბათ შეძლებთ ამ მანძილის გავლას თქვენი სახლის ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით სიარულით და ეს საწოდავი წინსვლის ტემპი კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ რუსეთი ჯაიჯარებს მასობრივად კარგავს.
როგორც New York Times-ი აღნიშნავს, რუსეთი ახლა ჯარისკაცებს კარგავს იმ ტემპით, რომ 8 დანაკარგი მოდის უკრაინის თითოეულ დანაკარგზე. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა 2 ან 3 ერთზე შეფარდებიდან, რაც ომის დიდი ნაწილის განმავლობაში იყო. ეს აჩვენებს, რომ კონსტანტინივკა, როგორც ციხესიმაგრის სარტყელის დანარჩენი ნაწილი, კიდევ უფრო საშიშია ვიდრე ისეთი ქალაქები, როგორიცაა პოკროვსკი, რისთვისაც რუსეთმა უკვე 10,000-ობით საკუთარი ჯარისკაცის სისხლი დავარა დღემდე. პირდაპირ რომ ვთქვათ, მარწუხები მხოლოდ მაშინ იკვრება, როცა მათი შემქმნელი ჯარები რეალურად გადაადგილდებიან. და ეს ასე არ არის იმ ჯარებისთვის, რომლებიც ახლა ცდილობენ კონსტანტინიუკას ალყაში მოქცევას. რუსეთის წინსვლის ტემპი ძალიან ნელია და ქალაქზე წინსვლის მცდელობის ადამიანური და ფინანსური ფასი ასტრონომიულია. და ამის დასანახად მხოლოდ კონსტანტინიუკაში მიმდინარე მოვლენების ყურება არ არის საჭირო. რუსეთი უკვე 1 წელია ცდილობს ამ ქალაქის აღებას და CNN-ს აქვს მოსახერხებელი ქრონოლოგია, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად ცუდად მიდის ეს ყველაფერი. თუ დაუბრუნდებით 2025 წლის 29 ივლისს, ეს არის პირველი თარიღი, როდესაც Deep State-მა, რომელიც უკრაინული ღია წყაროების სადაზვერო ანალიტიკოსია, განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს კონსტანტინიუკაში შეჭრის მცდელობა. მაშინ ქალაქი ჯერ კიდევ შედარებით აქტიური იყო, თუმცა უკვე ჩანდა მოახლოებული ბრძოლის ნიშნები, რომელსაც უკრაინა ელოდა ქუჩებში გაბმული სათევზაო ბადეებით, რომლებიც დრონებისგან დასაცავად იყო განკუთვნილი. მაინც რუსეთი იმ ეტაპზე იყო, რომ შეტევები დაეწყო და კონსტანტინიუკა საფრთხის ზღვარზე აღმოჩნდა. 2025 წლის ნოემბრისთვის რუსული ძალები ოდნავ უფრო ახლოს მივიდნენ, თუმცა მათი წინსვლის დიდი ნაწილი ქალაქის გარეუბნებში დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში შეღწევით ხდებოდა. საჰაერო დარტყმები უკვე დაწყებული იყო. რუსეთმა დაიწყო იმ შემოპარული სამხედროების ვიდეოების გაზიარება, რომლებიც ქალაქს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინას ჯერ კიდევ ცენტრი ეკავა. იანვრისთვის რუსეთი კიდევ ცოტა წინ წავიდა და ჩვენ დავინახეთ იმ მარწუხების დასაწყისი როს ჩამოტალებებასაც, რომლის ჩამოყალიბებასაც ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ. ეს თვე რუსეთისთვის მაქსიმალურად კარგი იყო, რადგან ქვეყანამ უკვე დაიწყო მძიმე დანაკარგების განცდა. თვეში 35,000-მდე დაღუპული ან დაჭრილი. ამ დროისთვის კონსტანტინივკის სამოქალაქო მოსახლეობის უმეტესობას ქალაქი უკვე დატოვებული ჰქონდა. უკან მოხედვისას ვხედავთ, რომ ეს ალბათ ის პერიოდი იყო, როცა უკრაინა აწყობდა მახეებს, რომლებიც ნახევარი წლის შემდეგ ამოქმედებოდა. მაისისთვის რუსი დივერსანტები ქალაქში შედიოდნენ, ისევე როგორც დრონები. შემდეგ იყო ივლისის დასაწყისში გავრცელებული განცხადებები ქალაქის აღების შესახებ. და ჩვენ ვიცით, რა მოხდა მას შემდეგ. რასაც აქ ხედავთ, ეს არის წინსვლის ისტორია. დიახ, მაგრამ ისეთი, რომელიც წარმოუდგენლად ნელა მიმდინარეობს ძალიან პატარა ქალაქის წინააღმდეგ. CNN ამბობს, რომ კონსტანტინივკა მხოლოდ 66 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მისი აღება ძალიან მარტივი უნდა იყოს, თუ რუსეთის ძალები ისეთივე ძლიერია, როგორც პუტინი ამტკიცებს. თუმცა რუსეთს 1 წელი დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქალაქში მცირე დივერსიული ჯგუფები და რამდენიმე დრონი შეეყვანა და უკრაინამ ისინი უკვე გააძევა. მარწუხისებრი შეტევა თითქმის არ წაწეულა წინ და რეგიონები, რომლებიც რეალურად რუსეთის კონტროლქვეშაა, არ გაზრდილა. სინამდვილეში თუ შევხედავთ რუკებს, რომელსაც CNN-ი ავრცელებს 2025 წლის ივლისსა და 2026 წლის ივლისში, ხედავთ, რომ რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ეს ტერიტორია რეალურად შემცირებულია. განსაკუთრებით ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი რეალურად კარგავს ტერიტორიებს კონსტანტინიუკის მიმდებარედ. 21 ივლისის ინტერფაქსის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა გასულ კვირას დონეცკისა და დნიპროპეტროვსკის საზღვარზე 43.37 მიასედი კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს. ხოლო რუსეთმა მხოლოდ 17.33 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლო. ეს ის დომინანტობა არ არის, რომლის ჩვენებაც პუტინს სურს. ეს ყველაფერი სრულიად განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, ვიდრე კრემლიდან გამოდის. გერასიმოვი ამტკიცებს, რომ კონსტანტინიუკა აღებულია. ასე არ არის, სინამდვილეში ძალიან შორსაა ამისგან. შემოჭრილების სკელიატის პოლკმა განდევნა და უკრაინა რეალურად წინ მიიწევს რუსეთის წინააღმდეგ. ან სულ მცირე რუსების მიერ კონტროლირებად რეგიონებს საშიშ ნაცრისფერ ზონებად აქცევს. მარწუხები ვერ იკვრება, რადგან ის ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის და ახლა რუსეთი სასოწარკვეთილი ხდება. როგორც Euromaidan Press-ი ავლენს, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო ამტკიცებს, რომ პუტინი შესაძლოა იძულებული გახდეს ამ შემოდგომაზე 500,000-მდე რუსი მობილიზაცია მოახდინოს, რის გავს მასიურ უკმაყოფილებას და შესაძლოა აჯანყებასაც ომით დაღლილი რუსი მოსახლეობის მხრიდან. ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთმა შეავსოს სულ უფრო ფართო ხვრელები თავის ხაზებში უკრაინის აღმოსავლეთში, კოვალენკო ამატებს, რომ მობილიზებული ჯარები სავარაუდოდ ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან გაწვევიდან 2 კვირის განმავლობაში. რაც აჩვენებს პუტინის სასოწარკვეთილებას, რომ მეტი ჯარისკაცი გაიყვანოს ბრძოლის ველზე და მისი სარდლების უუნარობას, რომ რაიმე სხვა სტრატეგია მოიფიქრონ, გარდა იმისა, რომ კიდევ მეტი ადამიანი ჩართონ პრობლემის გადასაჭრელად. თუ ეს მობილიზაცია განხორციელდება, კონსტანტინიუკა შეიძლება დაეცეს, მაგრამ ამის ფასი პუტინისთვის საკუთარ ქვეყანაში უზარმაზარი იქნება. მან უმეტესად ცდილობდა მობილიზაციის თავიდან აცილებას უკრაინის ომის განმავლობაში და ამის კარგი მიზეზი ჰქონდა. მის ხალხს ეს არ უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე ამდენი მოდით დაუბრუნდეთ კონსტანტინიუკას და მთავარ ამბავს. საჯამოდ რუსეთმა განაცხადა, რომ ქალაქი აიღო. სინამდვილეში ასე არ იყო. უკრაინამ ოსტატურად დაგეგმა მახე და ის ინფილტრატორები, რომელთაც რუსეთი აცხადებდა, რომ კონსტანტინიუკა აირეს, პრაქტიკულად განადგურებულნი არიან. რუსეთს 1 წელი აქვს დახარჯული ამ ერთი ქალაქის ასაღებად და მაინც ახლოსაც კი არ არის მიზანთან.
რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, პუტინს არ აქვს პერგეტები. სწორედ ამას ეხება ყველა ეს ცრუმტკიცება. დაუჯერებს თუ არა პუტინი თავის გენერლებს, როცა ისინი ეუბნებიან, რომ რუსეთმა ქალაქები აიღო, თუ თავადაც ამ სპექტაკლის ნაწილია. ესეთი ტიპის ცრუმტკიცებები მხოლოდ იმისთვისაა, რომ რუსეთი უფრო ძლიერად გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეშია. პუტინს ეს ორი მიზეზის გამო სჭირდება. პირველ რიგში მას უნდა აჩვენოს საკუთარ ხალხს, რომ რუსეთი ისევ ის სამხედრო ძალაა, როგორცაც ყოველთვის ამტკიცებდა. და ამის საუკეთესო გზა არის იმ მტკიცებების გავრცელება, რომ რუსეთი უკრაინულ ქალაქებს იკავებს. მეორე მხრივ, პუტინს მშვიდობის მოლაპარაკებებიც აინტერესებს. მას ავსურს მოლაპარაკებებში ჩართვა, მაგრამ თუ ჩაერთვება, ამას მაშინ გააკეთებს, როცა რუსეთის მიერ ტერიტორიების დაკავების ამბები სათაურებში მოხდება. მაშინაც კი, როცა ეს მტკიცებები რამდენიმე დროში უარყოფილი იქნება. პუტინმა იცის, რომ დრო ეწურება მისი გაჭიანურების ტაქტიკებით, როცა საქმე მშვიდობის მოლაპარაკებებს ეხება. და მას სჭირდება გამარჯვება. ნებისმიერი გამარჯვება, რომელთაც შეძლებს დაადასტუროს თავისი მტკიცება. თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს დონბასი რუსეთს, რათა მშვიდობა დამყარდეს. ეს მტკიცება უახლოეს მომავალში არ განხორციელდება. კონსტანტინივკა რუსეთისთვის დიდი გამარჯვება უნდა ყოფილიყო. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არანაკლებ ეს იქნებოდა რუსეთის პირველი მართლაც მნიშვნელოვანი წინსვლა თვეების შემდეგ. გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევა ამ დროისთვის ბევრად წინ უნდა ყოფილიყო. როცა რუსეთმა ეს დაგეგმა, მიზანი იყო, რომ ამ შეტევას მთელი გამაგრებული ზოლი გაენადგურებინა. მაგრამ ამ შეტევას ჯერჯერობით ოპერაციული მნიშვნელობის არაფერი მიუღწევია, განაცხადა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ISW 1 ივლისს. რუსეთმა კონსტანტინივკაზე თავისი განცხადება 2 დღის შემდეგ წამოაყენა. თითქოს ეს პასუხი იყო. და ვნახეთ, როგორ დასულა ეს ყველაფერი. ეხლა საქმე იქამდე მივიდა, რომ დონეცკში რუსეთის წინსვლის ტემპი იმდენად შენელდა, რომ ISW-საც კი აღარ არის დარწმუნებული, იწინასწარმეტყველოს, როდის შეიძლება ეს რეგიონი რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდეს. შესაძლოა ამას უამრავი წელი დასჭირდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთს ასეთი სერიოზული პრობლემები აქვს ციხესიმაგრეების ხაზის ყველაზე სუსტ ქალაქებთანაც კი. და უკრაინული საპასუხო კონტრშეტევები, რომლებიც რუსეთს აკარგვინებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ადრე მის კონტროლქვეშ იყო. რაც შეეხება კონსტანტინივკას, ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეძლებს ქალაქის სრულად კონტროლს 2026 წლის ბოლომდე. მას ჯერ კიდევ უწევს ამ კონტროლზე ტყუილის თქმა, მაშინაც კი როცა მისი ჯარები იძულებულნი არიან დამამცირებლად დაიხიონ უკან. და როცა უკრაინა ძლიერდება, როცა ის აერთიანებს თავის გამაგრებებს კონტრშეტევებთან და დრონების იერიშებთან, რომლებიც რუსულ ზურგს ესხმიან დონეცკში, რთულია დაინახო, როგორ შეძლებს რუსეთი რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმას უახლოეს მომავალში. ასევე არ არის ისე თითქოს კონსტანტინივკა ერთადერთი უკრაინული დასახლება, რომელიც რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს მალატოკ-მაჩკა, პატარა სოფელი, რომელიც კონსტანტინივკაზე ბევრად მცირე ზომისა. მალატოკ-მაჩკა რუსეთისთვის 1500 დღიან კოშმარად იქცა. ეს შეიძლება კონსტანტინივკაზე უფრო დიდი პრობლემა იყოს და შეგიძლიათ გაიგოთ რატო, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, ჩვენგან კიდევ ბევრი ვიდეო გელით. გამოიწერეთ სამხედრო შოუ და ჩართეთ შეტყობინებები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც მათ ნახავს. და მადლობა თქვენ, როგორც ყოველთვის, ყურებისთვის.